მთელ ევროპაში 10,000-ობით ადამიანმა აქციებსა და დემონსტრაციებში მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მიიღო მონაწილეობა. მშრომელთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში 1 მაისს მშრომელთა და შრომითი მოძრაობების ბრძოლის ხსოვნისთვის აღინიშნება. 10,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა საფრანგეთის დედაქალაქის პარიზის ქუჩებში, რაც საბოლოოდ პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც შავებში ჩაცმული დემონსტრანტები სოციალისტური პარტიის წევრებს დაუპირისპირდნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა მარსელსა და სხვა ქალაქებშიც. ისინი მოითხოვდნენ მშრომელთა უფლებების მეტ დაცვას, მაღალანაზღაურებასა და მეტ თანასწორობას. აქციები გაიმართა ესპანეთშიც. მადრიდში მუშათა პროფკავშირების მიერ გამართული დემონსტრაციის პარალელურად მსვლელობა ულტრამემარჯვენე პარტია ვოქსმაც გამართა. აქციის მონაწილეები მთავრობას აკრიტიკებდნენ სამუშაო ადგილების ნაკლებობისა და დაბალი ანაზღაურების გამო. ესპანეთში მუშაობა ცუდია, ბევრი სამუშაო საათი, დაბალი ხელფასები, ცხოვრება ძვირდება, მთავრობა კი არაფერს აკეთებს. 1000-ობით ადამიანი შეიკრიბა ათენშიც. ზოგიერთმა მშრომელმა პარლამენტის წინ დროშები აღმართა და ანტისამთავრობო ლოზუნგების სკანდირება დაიწყო. რა თქმა უნდა, აქ ვართ მშრომელთა დღის აღსანიშნავად. მრავალი ბრძოლისა და დიდი ძალისხმევის შედეგად მუშებმა მოახერხეთ 8 საათიანი სამუშაო დღისა და ღირსეული სამუშაო პირობებისთვის მიგვაღწია. საბერძნეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს მშრომელთა გაერთიანების მნიშვნელობაზე. ისინი ამბობენ, რომ კაპიტალისტურ, იმპერიალისტურ და კორპორატიულ სიხარბეს უნდა დაუპირისპირდნენ.